Torniqueires თავი. ისტორიული პოემა. მინდა სთოლოს ზღვაში ქვიშა, ანცაზე ვარსკვლავები, ვინ შეამკოს ღირსეულად ქართველ გმირთა მხარმკლავები, ვინ მოგვითხრას მათი საქმე, უთვალავი საგმირონი და ანთაზე გადმოსული მათლი ღვთისა და მირონი. ნაშთი ძველი დიდებისა, ან გამქრალა ჯერაც ყველა, დღესაც მისის შავარდანით, ნიშანს გვაძლევს ცისარტყელა, შვიდ სამთავროს მოგოგონებს მოელვარეს შვიდფერი და გვამღერებს ვარ მომაკვდარა, გაიგვეძებს ისევ ერნი. ამ იმედით ბრთა შესხმული ჩვენი გულის სიამით წკერს და ოცნებად ლაჟვარდ ფერად წარმოგვიდგენს ქართლის ერს. წარსულ ნეგრზედ ახალ ნამყინს ველოდებით შეხორცებას, მით ვიქარგებთ აწმყონ ნაყველს და ვაძლებით აღტაცებას. კარი პირველი თავი. მეფე დავითს კურაპალაც ჰქონდა ერთხელ წეულება, მშვიდობის დროს ჩვენს მეფეებს ჰქონიათ ეს ჩვეულება. საქართველოს ყოველ კუთხით მოეყარა თავიერსა, ილხენდნენ და გახგიოდნენ ერთხმად მრავალჟამიერსან. დამართლადაც რომ შეხვენოდათ მაშინ იმად ეს მოლხენა, რადგან იმ დროს გადმოსული იყო ქართლზე მადლი ზენა. გარემტერი და თქმული შეღოლს მათ ვეღარ უბედავდა და შინაგან მშვიდობასაც ვინ იყო რომ ვერ ხედავდა. ამით გული უხაროდათ ბატონს და ყმას ყველას ერთად, კაცსა კაცად აფასებენ, ადიდებენ ღმერთსა ღმერთად, საქმის დროზე მუშაობდნენ, უქმე დღეზე მოელხენდნენ, მეფე ხალხს და ხალხი მეფეს სიამესა გულს მოჰფენდნენ, მთრალობა და სადღეგრძელონ საათვირო არ იცოდნენ, ჩვენი ხილი რომ ენახათ, სირთვილიცაც დაიწვოდნენ. პირველს მასზე ახსენდებდნენ საქართველოს დაუფალსა, დღეგრძელობით თაყვანს სცემდნენ მეფესა და დედოფალსა, ბოლოს გმირებს იგონებდნენ მამულისთვის ომში მკვდარსა და მღვდელ თავრის კურთხევითა სვამდნენ იმათ შენსანდობარს, სულამით იმთავრდებოდა მაშინდელი სადღეგრძელო, თუმცა მათში მეტი იყო საქები და სასახელო. ამგვარივე იყო იმ დღეს ზომიერი ჭამადასმა, მოილხინეს კაშაირდნენ და ერთმანეთს ტყორცნეს მათ სმა. ორაზროვან სიტყვებისა გაიმართა გამოცანა, ყველას მეფის ხუმარა სჯობს, არვინ არის იმიმთანა, მაგრამ ბოლოს ორბელიძე მოსწრებულად გალექსულად, ცალფეხ ზმების საპასუხოდ ეუბნება ორსელულად, ღალით წვიმა მოდიოდა დამასველა მან თავიდან, ფეხებამდე მასხარაო, ხუმრამ თქვა მგჯიბნობია, თიც მოვკავკავ მოჩრდილადო, მაგრამ ერთს კი მოგახსენებ, მოწიწებით დაფრთხილადო. ხუმარადაც ვარგებულ ხარ ვაჟკაცობით პირველიო, მაგრამ ვერ იქ თორნიკობას, თუმც მის ადგილს სულ ელიო. აქ თორნიკეს ხსენებაზე მეფეს შეკრთა დაიწბრძანა, მსქვიდ ხუმარ თუ რას ნიშნავს ეგე შენი გამოცანა? რა არის რომ დღეს ჩვენ გვერდით დიდ თორნიკეს ვერავ ხედავ, მომიკვდა თუ დასნეულდა, სთქვი, სტყუილს ნუ მიბედავ. მოახსენა მარმომკვდარა, არც სენი რამ აწუხებსო, მაგრამ ქვეყნის სამსახურზე დღეიდან კი ხელს იღებსო. თვითონ ვერ ბედავს მოხსენებას, მოციქულობას ვერცა სხვაო, რადგან უნდათ აიცილონ თქვენი წყრომა და რისხვაო. აწკავბედე მოხსენება სმებითა და გადაკვრითო, და ნუ მრისხავ კადნიარსა, გევედრები ცრემლის ხრთითო. მეფემ ბრძანა მან გეწყრები, გმადლობ ფიცავ ჩემსა მზესა, მაგრამ
ვნახავ ერისთავსა, გამოვკითხავ მას მიზეზსო. საშინელს მიღლება ენა. ყბაც აი თითქოს კევს ვეჭავდი გამწერებითო. საღთუხუცეს დაუძახა, მრავალ თორნიკე მოგთა. ცდამეორე. საღთუხუცეს დაუძახა, ხვალ თორნიკე მომგვარეთო. მომინახეთ, სადაც იყოს, შენ დაგიხვდესთ, ნუ გარეთო. ეს ბრძანა და ზე წამოდგა, ნადიმიც და მით გათავდა. და ხვალისთვის დაიბარა, სადარბაზოდ ვინც იქ ყავდა. თავი მეორე. გამართულია დარბაზი, ერით სამსჯავროდ შეყრილი, წინს დგას თორნიკე პირნათლად, წარბიც არ აქვს შეხრილი. თავი ჩაიგდო სამსჯავროდ, მიჰყვა საერონებასა, ჯერ ელის მისგან ბრალდებას და მერე განჩინებასა. აბრძანდა მეფემ ბრალდებად, ამას კანონი ითხოვდა და თაყვანის საკრებულსაც სანამ დის სიტყვას იტყოდა. თვალამღრეულად შეხედა თორნიკეს მრავალწლიანსა. სიტყვები ყელში ეჩრება, ომისოდ სიტყვა წყლიანსა. ბრძანებს და მისსა სიტყვასა, ყურს უგდებს მთელი კრებული. კრძალვით მოისმენს თორნიკეც, სხვაგვარად ჩაფიქრებული. ამბობს მბრუნავი ქვეყანა, ვიცით რომ ცვალებადია. ვისაც მინდობს გასწირავს, მისთვის მახედაბადია. მოყარეს გადაამტერებს, მტერსა გაუხდის მოყვრადა. დღევანდელს ხენსა სიცილსა, ხვალ გადაუქცევს ოხრადა. კაცობრიობის დიდება, მას მიაჩნია ჩალადა და შეუქმნივართ ჩვენ მხოლოდ ამ სოფლის მაჩანჩალადა. შემცდარი არის ვინც ფიქრობს მედიდურ უეჭველობით, ან ერთი რა ვართ ამ სოფლად, უსუსურ ჭიანჭველობით, თუმცა ესე სჭირს გონება, რომელიც უტყუარია, მაგრამ ადამიანის სისხლმაკე ჩვენი ცხოვრება არია. გული მერჩვე თავისა, ცხოვრების წინა მზღვარია და ამის გამო ჩვენ საქმეს და სიტყვას ჟუა ზღვარია. ხშირად მონურად ვასრულებთ დღეს რაც რიგი წესია და იმას ვიმკით კანონად, რაც ძველ დროს დაუთესია. მეც ადამიანის შვილი ვარ, თქვენსავით შვილი ქართლისა. თავდადებული ქვეყნისთვის მაძიებელი მართლისა, მაგრამ მეფე ვარ დღეს თქვენი. ხელთა მაქვს მეთაურობა, საქმის დროს საქმე შეშვენის და ხუმრობის დროს ხუმრობა. გუშინ რომ გული მელხენდა, თქვენ სილხინად მყავდით წვეული და დღეს კი გიწევთ სამსჯავროდ, გულზე და სისხლთ მოთხეული. ერთ კაცის ნდობან ძნელია, გინდა გადიქცეს გონებად და შეუმცდარი ამ ქვეყნად მეფეცა ნუ გეგონებათ. ჩვენი წინაპრის გონებას ადრევე გადაწყვეტია, რომ სამსჯავროში ისასჯობს საჯული რაც რომ მედია. და მეცა შეგყარეთ სამსჯავრად როგორც წესია. თქვენ საჯეთ და მე ავირჩევ, რომელიც უკეთესია. თორნიკე მხედარს მთავარი, თითქოს ხახს გაჭრის ყურებზე და მოლვოდნილად ხელს იღებს საერო სამსახურზე და გვიწუნებს გმირის სარდლობას, აპირებს მოსვენებასა, არც დასდევს მეფის სურვილსა, არც ითხოვს ხალხის ნებასა, დიდ მამულიშვილს ურჩობა ქვეყნის არ შეფერება. ცოტა თვალებს წაბავს და შუქირო. მშვენიერია. ვერ მივხვდი მეიდ მაკვირვებს ამგვარი კადნიერება. სწორედ აქვს რამე მიზეზი, შესაწყნარ პატივსადები. თქვენგან არ დასაფარავი, საერთოდ გასხადები. და უნდა გითხრას სახალხოდ, მისთვის მყავს მოწოდებული, რომ არავინ დარჩეს ჩვენგანი ხალხისგან ბრალდადებული, თორემ ხომ იცით ქვეყანა უბრალოდ დამძრახველია, განაგონებით გადასწყვეტს. რისიცა არ ნახველია. ეს თქვა და ტახტზე დაბრძანდა. მეფურად მეფეს სვიანი, გვერდით მიუსწნეს საჯულად, მოხუც ჭაღართმიანი, მერე სხვებიცა ჩამოხვნენ, დაწყდნენ რიგრიგად ყველანი. მდივას მზადა აქვს ქაღალდი,
საწერ კალამი მელანი აქ ჩამოვარდა სიჩუმე პასუხს ელიან სარდლისას წრფელ სინდისის მიქონის და მასთან სიტყვა მართლისას ახოვანი მშვენიერი თეთრწვერა და თეთრთმიანი წინ წამოდგა სასაუბროდ მოწიწებით ტკბილხმიანი თაყვანისცა პირველ მეფეს მერე კარებულს ორი მხრითა გულზე ჯვარად ხელებს იჭდობს თავდახრილი ცრემლის ხორითა წვერულ ვაშე მარგალიტერ ცრემლით ცრემლზე ეკიდება მწარის სოხრით ვერა იქარვებს ქულს რომ ცეცხლი ეკიდება ოკვერსო მამსჯავრობში უმიზადოდ იჩავარდა და რომ მასზე გულს იყრიან ისინი ვინც მას უყვარდა გულსადკენად რომ უყურებს სხვებს თვითონაც გულის წყდება მაგრამ თავის პირობა და აღარ ახსოვს ავიწყდება დაერთონება სულს მორჩილებით აძლევს პასუხს და მისი სიტყვა შავპროვად შიკას და გულს მეფიცა იმ პირველ მიზესსა ყოველ მიზესის მიზესსო ვიფიცავ საქართველოსა და მერე მეფევ თქვენს მზესო რომ მართალი ვარ იმაში რაზეცაც ბრალსმდებ თქვენაო დაბლა ეს გული მიწმოვებს და მაღლა ღმერთი ზენაო მართალი არის დღეიდან რომ ტოებს სამსახურსაო თუ მსგული ჩემი ერთგული ძველობორდავე ხურსაო თქვენ რომ გშორდებით მე ვკარგავ ხორციელ ნეტარებასო ვერ ხედავთ გულ და წვეტილის მოხუცის მდუღარებასო მაგრამ მიყვები საგანსა აწუფრო უდიდესაო იმ მარღვევინებს გაბედვით ჩვენს ჩაოლებრივ წესსაო დრო მოითხოვა ად ჩემგან სხვაგვარი სამსახურიო და რომ უარ ვყო დავრჩები ძველზე და წუმადურიო მეფეო ბრალსრად მადებდი შენ ერთ გულს ფეხთა მტვერაო რომ სამსჯავროში მაგდებდი ვით ორ გულს ქვეყნის მტერსაო იძულებით ვარ აწმთქმელი ყოვლისფრის უნაკლუდადო რაც გულმა გადამიწყვიტა მხოლოდ მე საიდუმლოდო თქვენი ნება მონაბარ მე თქვენთვის სულისაო სიტყვა მხოლოდ წამალი გულის თქმის ურვილ წყლისაო მოხუცმა ამ სიტყვების დროს ცრემლები ღვარა მრავალი და უნებურად დაიწყო თავისი თავგადასავალი თავი მეოთხე მწარწალსულის მოგონებით თქვენ წინ თქმელი ვარ ამისა რომ მომწევარ საქართველოს შავი დღისა და პარამისა ბევრს თქვენგანს ის არც კი ახსოვს იქნებოდით მაშინ ბალხი მაგრამ მე კი დღესაც გულზე მაშინდელი მაზის დაღი სამან რისხვით მოგვეკოხა საქართველოს ადგა ბუნდი მონავრულად გვესეოდა ყოველის მხრით მტრისა გონდი მოგვაწვენდა მოგვაზვირდნენ ერთიანად ჩასანთქმელად რაც რომ მაშინ ჭირი ვნახეთ ძნელი არისაც სათქმელად ეს პატარა საქართველო ჯარასავითი დატრიალდა გადიწერა და ბირჯვარი გაფოლადდა და გასალდა მოხუცი თუ ახალგაზრდა ერის კაცი თუ სამღვდელო ყველა ერთ მკრივ მიიწევდა ერთი ჰქონდა ყველას ლელო სადღა იყო განსხვავება რის ბატონი ან რის სიღრმა ყველა ერთად შეკავშირდა ერთი ჰქონდათ მაგ გულის თქმა რომ გულწრფელად მოეხადათ ქართლის შვილებს მათი ვალი და სიკვდილით გამოეხსნათ ჩვენი ქვეყნის მომავალი მამა პაპის განთქმულ ფარხმალს უმატებდა შვილი ფასსა იმითი რომ ლომკაცურად შეებმოდა ერთი ასსა ვკა მაგის ხმა ყოველის მხრივ მოისმოდა მტრის ხაზარი და იმ გვინვას ბანს აძლევდა საორკეცოდ მთა და ბარი სისხლით მორწყეს ტყე და ველი შეიღება წლითლად მდელო ადგომის კვერცხს დაემსგავსა ჭირნახული საქართველო განახევრდა ქართველობა მაგრამ მტერის კი სიძლიეს მათ ხვდით და თამამად დაიძახეს საქართველო აღსდგა მკვდრეთით და მართლაც რომ გამოიხსნეს განწირული სულთან ბრძოლი და გადმოსცეს შვილიშვილთა მარგალიტი ვითობოლი მხედართ მთავარ უხუცესად იყო მაშინ იოვანე შემდეგში რომ ფერად შედგა დღეს ულომბოს აქვს სავანე სანამ მტერი გარს გვეხვია ძინვარებდა ვითა ლომი
გოლიათის შემასკავდა მისი ბრძოლა, მისი ომი. მტრისა ისრით გამხრეტელი ხმალსულით და ბარსოხვევდა. ხშირად მამაპაპის სისხლზე თავისასაც ზედან თხევდა. ჯოჯოხეთის რისხვა იყო მის რისხო, მისი ვნება, სანამ დისკი მტერს ხედავდა, არ იცოდა მოსვენება. მაგრამ როცა საქართველო ნახა გმირმა დამშვიდებით, სხვა მაღალ მთას მიაშურა გალვებით და ღვთისდიდებით. მან ფახმალი აიყარა მოურიდლად თვისისნებით და თავსაც ვერ იმართლებდა ის ჩემსავით მცხოვანებით. მხოლოდ უთხრა დარაზმულ ჯარს, მოქმია აც ფარხმალიო, აც სხვა მართებს სამსახური და მომიწევს სხვავალიო. დაგლოცა და მისი ხმალი გადამკიდა მისგან რჩეულს, თაყვანივეც მორჩილებით, როგორც მამის მეც კურთხეულს. მითხრა მთორნიკ, ჰარ შენ გქონდეს სარდლობა და ჩემი ხმალი, ვინძლო ღირსა დაასრულო მომავალში შენი ვალი. ამ სიტყვებმა მომიმატეს მე სიმხნევე და ერთგულება, გულმა იგრძნო ფოლადობა და სულმაცა ამაღლება. თუმცა ამგვარ დიდებასა უღირსად თავს ვიგულებდი, მაგრამ მაინც უნებურად დღემდე ჩემს ვალს ვასრულებდი. ავად იყო ის, თუ კარგად თქვენს ხელით არს დაფასება, მე არ მფერობს ჩემი თავის არც გინება, არც საქება. ვიტყვი მხოლოდ ხმა ისმოდა თქვენგან ჩემის პირველობის და მე მხოლოდ ვთავკაცობდი შემწირველი დიდმადლობის. მეფისა და სამშობლოს წინ მართალია მიწვის ღვაწლი, მაგრამ მეფე სხვას დავუთმობ, აც სამსახურს სხვას დავაცლი. იმიტომ რომ აღარა ვარს, რაც ვიყავი ადრე ძველად, ჩემს სისუსტეს გული ხსნობს და გონებაც წყვეტს უეჭველად. მართალია ეს ჭაღარა სიყვარულს თუ სურვილს ვერ ჰკლავს, მაგრამ ღონის წახმარება აღარ ძალუძს მუხლსა და მკლავს. ადრინდულად მუხლს არ მერჩრის, აღარ მიჭრის აღარც თვალი. დავით შევძლომაშ სარდლობა, როცა ასყდეს ბრძოლა ალი. ვისაც ხედავ, აქ სულ არის ჩემგან გამოზრდილი, 1000-ჯერ და 1000-გვარად ბრძოლის ველზე გამოცდილი. რაც მივიცი რაზმთა წყობა და სამხედრო წელი სრული, მაგათაც აქვს ჩემგანავე ახსნილი და განსწავლული. ჩემზე მეტით შეუძლიათ უკეთ გაჰკვეთს მათი ხმალი და ჩემს სავით სიბერითა არ უმტყუნებთ ომში თვალი. ბევრია რომ ჩემზე უფრო დღეს შეშვენის მას სარდლობა და რა დახვდეს ხობე ყორად იმათ ჩემი პირველობა. რომ ამხადო პირველობა მეფევ შენეს არ შეგნიშნის, ომადურად ჩაითვლები, კონდეს რიდი ქვეყნის ენის და რომ ჩემი წარსრულითა დღესაც კიდევ ვისარგებლო, მოღალატე შევიქნები, მეძულება მე სამშობლო. აი მეფევ თურად ვბედავ თქვენს წინაშე დღეს ურსობას და სულ სხვა გზით მიმავალი გილოცავ თქვენ გამარჯობას. იონეს მივაშურებ, შეუდგები მეძმის კვალსა და თქვენ სავე ნებართვით სხვას გადავცემ ამ ჩემ ხმალსა. ესას თქვა და მისი ხმალი ორბელიძეს გაუშვირა და ამგვარმა მისმა სიტყვამ გულში ბევრი აადირა. თავი მეხუთე. ხმალზე უფრო ძლიერად ჭრის პატარა და რბილი ენა, გაჰკვეთს ხანჯსა და უგუნურების მისის ტყვევა ხშირად სმენა. ხან გონება გამოცდილი, მას მოიქნეს მრავალგვარად, ხან ფარავე ხვაშიადის, გული აგებს გზრნობის ფარად. დროზე უნდა მოხმარება, მსარბელიც გონიერი, რომ ხან ნაღვლით გაილესოს, ხან ძირტკბილით ენის წვერი, თორნიკემაც ნაღვლ თაფლად გრძნობა გულში ჩაიყენა და სიმართლის ხელით მასში ამოუწო მისი ენა. მით მოხიბლა როგორც მეფე, ისე ყველა მსაჯულიცა და იმათის თანხმობითა ზორილი მან გაინდკიცა. ჩამობრძანდა მეფე ტახტით, ვეღარაფრის ვერ ამთქმელი, მოვიდა და მოხუცებულს გადოხვია ძმორად ხელი. უთხრა, თორნიკ, როგორც მეფე მოგიხსენე საუბარი, თანახმა ვარ და აც გეტყვი, როგორც ძმა და მეგობარი, რომ ჯერ კიდევ ქვეყნისათვის საჭირო ხარ დიდი მარგი და უდროვოდ აგიღია საიმ ქვეყნო გადაკვარგა. ვფიცავ შენი
მიმძიმდება, თუ ჩვენი ქვეყნის ტაძრებს არ აქვთ იგი ძალდიდება, მოახსენა ვიცი, მაგრამ ქალშივე რომ მიგულებენ, ჩემი გაზრდილი ერთგულები რომ არ ვნახონ ვერ გასწლებენ, მეცაგული არ გამიძლებს ვერც მე დავთმობ იმათ ნახვას. დაცოდვილ სულს ბევრს დავგაკლებ, გადაყვები სოფლის ძრახვას. იქ კი არ ვინ მეყოლება, შემაცდენი უცხო მხარეს, დღე ყოველი და ყოველა ცრემლებს დავღრი მე მტუხარეს, დავითხოვ რომ ღმერთმა მეფევ გადიდოს და გადღეგრძელოს, და წყალობა არ მოაყოს ჩვენ პატარა საქართველოს. თავი 6. ათონის მაღალ მთაზე და თაწმინდად სახელდებულსა, სადაც უდაბნოებსა და ტაძრებს წმინდა ადგებულსა რიცხვი არ აქვს იქ ლავრა. დაუდებელი ფასისა ყველაზე პირველი არის დიდისა ათანისასა. გინდარი იყო საამო, გინდა ავდარი საზარი, სამოთხის სადგურს გვაგონებს მაღლობზე მდგომი ტაძარი. ხან ღრუბლით შემობურველი, გარშემო ერთყამსელვასა და გადაჰყურებს შორის ზღვის სტალების გროვა ღელვასა. ხან ის სარივით სხივები, დილის მზისეთ კორცნებიან, თითქოს იმ საღმრთო ნათელსა ნათლითა ეხორცებიან. ხან ღამით მთვარე გასვლისი, თითქოს მიმსრელი იქ ფინად, თავზე ედგმება წმინდასა, წმინდა დიდებულ გვირგვინად, დავარსკვლავებიც იმამ დროს დახფეთქნენ და სჭიკნინობენ და ამ გალობით ძალთა ძალს ამაღლებულად ამკობენ. წინ უწევს ბაღი ხეხილის, ხელოვნად შენაკაზმისა და იქვე წყარო ჩუხჩუხებს წმინდისა აიზმისა. მათ მწვანე ზეთიცხილისა და ყვავილები ველისა და საკუთხად აღმომშვენილი ბუნებით საკმეველისა. ჰაერსა შეაზავებენ სამკურნალოდ და მარკრკადა და საუდგმულად ცხოველთა მიანიჭებენ ხარკადა. მეუდაბნოედ მიდიან საქრისტიანოს ყოველ მხრით და იქ იჩენენ სავანეს სასოებით და ცრემლის ხრით. წია გახსნილი უდაბნო უჩენს ვინც მივა ბინასა და მორწმუნეთა იზიდავს ვით ანტამიდი რკინასა. აქვე მოსულა ულომბოთ იოვანეცა ქართველი და მორჩილობის დროსავე გასთქმია დიდი სახელი. დღეს მოძღვარია ნეტარი ბერის სამრავალ ასისა და მეგობარი იმავდრო წინამძღვრის ათანასისა. დიდი ხანია სამშობლო მან დაუტევა ნებითა, მაგრამ გული კი ისევე უღილავს ხოლმე ვნებითა. როდესაც მოაგონდება მისი სამშობლო მამული და გატაცებულს ოცნებით არევით უცემს მას გული და მაშინ ცდილობს მიეცეს მარტყობასა შორს სადმე ბუნების ჭრედით გაერთოს და გულს მიჰფინოს სიამე. თავი 7. ერთხელ დილას იოანე შემდგარიყო მალხალ სერზე და ცრემლები ნეტარების ეცემოდა სპეტაკ წვერზე. სხვა ხმელი იმის თვალწინ იშლებოდა ედებურად და სამოთხის სიამისა გაემშვალა უნებურად. დიდხანს გრძნობა მორეული, ვეღარაფრის იყო მთქმელი, მხოლოდ ნიშნად ნეტარების მას აებყრა მაღლა ხელი. თითქოს მაშინ მას უნდოდა ცადა ქვეყნის შემყარება, რომ ამითი წუთიერი გაგრძნობოდა ნეტარება. ამ დროს ვის წინ ვიჩვენება გამოცხადდა მგზავრი მწირი და ემხოდა თაყვანის სამუარი და განზრახ პირი. შეკრთა უცები იოვანე და უთხრა მას ბერძნულენით, მვინ ხარ შვილო ანდრასა მთხოვ, მიპასუხე გამოჩენით. შენს სალოცა კურთხევისა, მამაშვილო მეგობრულად, უპასუხა იოანეს მაშინ წირმა ტკბილ ქართულად. ქართულ ლექსის გაგონებამ იოანე ააჩქარა, ტანში რაღაც უნებურმა შუანდელმა დაუარა. მივარდა და ხელის ტაცა აყენა დაჩქარებით, რომ შეხედა უფრო შეკრთა, მიარჩერდა გაშტერებით.
აკვირდება ულუნდნელი ჩვენება და სანახავი იმ გლახაკის სამოსელში იცნო თორნიკ ერისთავი. კარი მეორე. პირველი თავი. ვინ საბოლომდე ამ სოფლის სიტყვებისა ფიალი, ვის არ უნახავს მის ბედის წაღმაოგოგმა ტრიალი. ბერძნებსაც ჰქონდათ ერთი დრო, საქვეყნოდ იყვნენ ქებული, სწავლით და მეცნიერებით ბევრგვარად აყვავებული. ცხოვრების კანონს უდებდნენ სხვადასხვა ქვეყნის ერებსა, საუპატიოს ართმევდნენ მათზე ცუდ ძრახვა მტერებსა. ვინი ფიქრება ამ დროში, ამ ხალხის დამცირებასა. ისე რომ მით მოღებობა ხოლო მათ ნეტარებასა. ერთ ჭირსა კარზე მიმდგარსა, სხვა ბევრი წაეკიდება, სხვადასხვა ჭირმა ბერძნების დაცარაძველი დიდება და არ თუ გარეშე მტერი შინაურების ხრიყვობენ, ჰგლეჯენ მას ნაწილ-ნაწილად და ერთმანეთში იყოფენ. ბოლოს კი ერთმა მათგანმა სულ ერთად მოჰხვია ხელი. ის იყო სპარსთა მმართველი, სკლიაროს ერქვა სახელი, თითქმის ბრუსადვე მოადგა ხმელეთით გზებსა შემკვრელი და კონსტანტინეს ქალაქის არის აღების მსურველი, წინ ვეღარავინ უდგება ოჯახანის ძალიერებასა და ელის დედაქალაქიც იმისგან აოხრებასა. იჩაგორის მცირე წყლოვანი კონსტანტინე და ბასილი, დედამთას თეოფანიას ჭმუნვით აქვს გული ავსილი, დაღონდა პარაკიუმიანონ ჯარის კაცები პირველი და ერთად დედოფალთანა ბიზანტიის მმართველი დარბაისლებით შეყრილან გადუწყვეტია ყველასა, რომ თვითონ თავს ვერ იხსნიან და არც ელიან შველასა დაუპირებენ ისევე სკლიაროს შეხვედრებასა, რომ ნუ ინებებს ამ ქვეყნის უწყალოდ აოხრებასა. მაგრამ წამოდგა ამა დროს მოხუცი სევისტოფორი, რომელსაც დარბაისლებში არ ჰყავდა ჭკვით თანსწორი, მით ყურდგება კრებულის მიებყრო ანას დებულად და მოჰყვა რასაც ფიქრობდა ჭვემეტყველობით ჩვეულად. თავი მეორე. მზეცა და ჰყურებს ქვეყანას, თვალით ალმობიერითა გაწმოსდის გამოაბძმებდეს ჭირითა მრავალფერითა და მისთვის არ გუმართებს წარკვეთასასოებისა, კუბოს კარამდე ბძებნელი ჩვენ უნდა ვიყოთ შვებისა. გულგატეხილი ყოველი მოღალატია თავისა, უარმყოფელის ჯულისა, მისივე საესავისა. მაკვირვებს დარბაისლებო დაცემა ჩვენი სულისა, აბა რა ვნახეთ ნიშანი სამეფოს დასასრულისა, როგორ დანგრევს აწმერთი ქრისტიანობის ბუდესა, ის რომ საბოლოოდაც აღარ აძლევდეს სხოდესა. თუ ბიზანტია აქამდე სხვა ქვეყნებს სცემდა ნათელსა, არ დავიჯერებ რომ ახლა თვითონ ჩავარდეს იმ ბნელსა. ბევრი შესწირა მან მსხვერპლი ქრისტიანობის სახელსა და ვერ გასწირავს მას ღმერთი გამოგზავნის დამხსნელსა. მეტყვით მსად არის, ვინ არის, რომელი კუთხე ქვეყნისა, რომ გქონდეს მისგან იმედი დახმარების და დახსნისა. თქვენ იცით, არის ქვეყანა პყრობელი ქრისტეს ჯულისა, საქვეყნოდ დამნახვებელი ქვეყნიურ სასწაულისა. მოყრულად მოყრის მიმღები მტრისა დამცემი ზარისა, პირველ მეომრად ცნობილი დღეს ქრისტეს წმინდა ჯვარისა. საქართველოა ეს მხარე, წალხვედრე ღვთისა დედისა, ჭირში მაგარსა არ უყვარს, სუსტად მოდრეკა ქედისა. ამ ქვეყნის მეფეს მიმართოთ დიდ დავით სკურაპალატსა და ის გადუხდის სკლიაროს ამაჯანყება ღალატსა. როგორც რომბნელსა ღამესა, თვარე გამოჩნდეს უეცრად და გაანათოს მიდამოს სყივების ფენით ვერცხლის ფრად, ისე ქართლის ახსნებამ გამოაფხიზლა კრებული და აღუბეჭდა იმედით მათ სახე შეწუხებული და მოახსენეს დედოფალს, მერთხმად თანახმა ხვდებითო, მიჰმართეთ ქართველ მეფესა და ნუღას შესწუხდებითო,
ისეთი წიგნი მისწერეთ, რომ მით მოულბოდგულიო და საკადრიცის გაგზავნით იმასთან მოციქულიო, რომ ჩვენის ქვეყნის ცოდნაში ის იყოს უკეთესიო და თანაც კარგად ესმოდეს მათ საქართველოს წესიო. ასე არჩიეს და ერთხმად მიხმართეს სევისტოფორსა, მაგრამ ის ამგვარ არჩევანს გულწრფელად იჭერდა შორსა, რადგან მას ეგულებოდა სხვავინმე საუკეთესო და შევედრა კრებულსა მგთხოვთ მისმინოთ აწესო. ათონის მთაზე ააგეს ტაძარი ნათლისმცემლისა. იქ ორი წმინდა ბერია, თხვეველი წმინდა ცრემლისა. ულომბოსვე გაითქვა მათი სიწმინდის სახელი. არასვენებდნენ დღითი დღე, ემატებოდათ მნახველი. მაშინ მიხმართეს დაწმინდას და ადგეს ძველი სავანე. ერთია თორნი ქართველი, მეორედ დიდ იოვანე. ერისკაცობის დროსავე ყოფილან სახალ განთქმული და ჯერაც არ იქნებიან მათ მხარეს დავიწყებულნი. მოვიმხოთ ერთი მათგანი, ვაკისროთ მოციქულობა, რომ მეფეს სრულად გადასცეს ეს ჩვენი ჭენახულობა, რომ თქვენს საბრძოლ საწერილსა სიტყვითაც ბევრი დაურთოს და ქრისტეს ერის გამოხნის სორელე გულში აუნთოს. მალე გავგზავნოთ სიჩქარით, რომ დღე და ღამე იაროს და მანამ როგორც იქნება ჩვენ გავუმკლავდით სკლიაროს. ეს რჩევა ერთხმად მიიღეს, თქმელსას წირავდნენ ქებასა და მაშინათვე შეუდგნენ ამ საქმის სასრულებასა. ავი მესამე. ხმა გავარდნილა მთელ ქართლში, ჯარებს აგრევებს მეფეო, ბერძნების მისაშველებლად მიკეთე მოიეფეო. ათონით დაბრუნებული თორიკ მოციქულობს და მორევ ხელი იჭმება, ქადა და გოლი გულიფსონ. დღეს გამოჩნდება ვინც არის სვანც, ვაშკაცი ჩვენთაგანიო, ამაზე კარგი რადგინდა ბურთი დავაედანიო. ის არ კაპარჭი მომართვეს, ხვალს ჰლესენ ფარსახ ფერავენ, მათთვის სამგზავროდ ქალები ტანის სამოსვებს ჰკერავენ. ჯოჯიკ მთავრის თანხმობით ეს უმდგომს გამრეკელსაო, თორნიკე თუ არ გვესარდლა, ხმალს არ მოვიკიდებთ ხელსაო. წაგუნძღვეს ძველი არწივი, ჩვენ მივყვეთ შევარდნულადო, ბიცხელი ომი ავტეხოთ, საქები ადრინდულანდო. ხალხიც ამაზრზე დამდგარა, მასთვის თხოვს კურა პალაცსა. და ვინც ირჩევს იცოდეს, მას შეშწამებენ ღალატსა. მაგრამ თვითონვე თორნიკე გაკრა, რადგან ბერია. ეს არჩევანი როგორღაც მერტად შორს დაუჭერია, თვითონაც ადლებიც მისულან იმასთან მეფის თანხმობით. დაუფთხოვნიათ სარდალობა ამ ხანაგობით და ძმობით. მოხუცი წამის მნახველი, თუმცა კი აღელვებულა, მაგრამ შეუკრავს გრძნობები და ისევ გასალებულა. ორ ბელიზე და ჯოჯიკი ორივე გაწმილაოვა და გამრეკელსაც ეს უთხრა, ძმაო, ნუ მირჩერ ტყილაო. ვრვე ავსრულების თქვენს თხოვნას, გონკვდარი ვამბობ ვარსო. აწ ვეღარ გავცვრი ფარხმალზე, ქრისტეს ხატსა და ჯვარსაო. აღთქმას ნუ გამატენხინებთ, ნუ მაქნევინებთ ავსაო. ეკლესიისგან შეკრული, თვითვე რა ვიხსნი თავსაო. დამღვდან მთავარ თუ ამხსნის, იქნება მისინებაო. მაშინ იქ თქვენი სურვილი ჩემს გულშიც აიხსნებაო. არსენი იყო იმადროს ქართველთა კათალიკოსი, პატივცემული ყველასგან, ბრძენი და პიიტიკოსი. გაბრძნილი საღმრთო მადლითა, საერთო გაგწყინვებული. მწიგნობართ უხუცესობა, მას ჰქონდა მინიჭებული. ოქრო პირობდა მჭვერობით, ძლიერი მქადაგებელი და მწვალებელთა მრავალთა მზამეთ ყველ პასუხმხებელი.
ამას მიმართეს საერთოდ ამისი ჰქონდათ იმედი, რადგან თორნიკეს ვერავინ შეაგონებდა მის მეტი. თავი მეოთხე. შედი მარტოა კათოლიკოსი, გულები იქ დიდ კრებასა, ჩვეულებრივად სრემლებით მლოცველი ეძლევა საღმრთო ნეტარებასა. ნაბრძანები მაქვს სხვა არ მივიღო, მარტო შენთან შენთან საუბარი. ეს უთხრა ერთ ბერს სახლთუხუცესმა და შესწავალი უჩვენა გარი. შევიდა ფეხაკრეფილი, მორჩილებითა და დიდის გრძალვით. იქ დახვდა არსენ ტახტზე მჯდომარე, გადაცებული ფიქრით და ხალვით. პირველ შესვლაზე ვერ დაინახა გრძალვით მისული მასთან სტუმარი. ბოლოს შენიშნა აკურთხა მაღლით და გადაასხა ხელგაშლით ჯვარი. წინ წადგა ბერი ჯერ უამბორა, ფერდა კარგულსა გული უძგერდა. მერე ჩამოდგა და შორი ახლოს ის თავდახრილი გზავრით გაჩერდა. კათალიკოსმა შეხედა მაშინ ლობიერებით და გაიცინა. დიდარს მხოლოდ ღმერთი უფალი ამ ქვეყანაზე და ცათაშინა. რისთვის მეკრძალვა მომიახლოვდი, დამინჯეკ გვერდით ვით მეგობარი. დღეს ისევე მსურ შენთან განვაგრძო, ადრე რომ მქონდა ის საუბარი. შენზე არ აღჭრის სხვისი სურვილი, არც ავედრება, არც სამუქარა, მაგრამ შენ თავად არ გადასწყვიტე, ასულებ ქვეყნის წადელს თუ არა. მარ შემიძლია ყოვლად დამსხდელო, ვერ ვღალატებ მაღალმწნებასა და ვერ ვუარყოფ მსოფლიო კრების გაკანონებულ სურვილსნებასა. რა კი ერთხელ ესე სოფელი დავივიწყე და უარი ვყავი, ვერ გავდეხ აქ-მას ზეცას ეკუთვნის ცოდვილის სული და თავი ჩემი. ღდელმონაზონსა საიქიოსკენ უნდა ეჭიროს ყოველთვის თვალი. აღარ შემშვენის რომ ხალმეორედ, სისხლით შევღებო ჩემი ფარხმალი. ღმერთმა ხომ იცის რომ თაწმინდიდან არ მდომებია ფეხის გადგომა. 7 დღეს მირჩევდნენ წმინდა მამები და ვერ შესცვალეს ჩემი გულის თქმა. თვით წინამძღვარი და იოვანეც სამაოდ დაშვენ ვიდე გუარზე, სანამ ბრძანებდით როგორც მორჩილი, არ გამაგზავნეს სახლის კარზე. იქ დედოფალი დარბაისლებით ნახეს სულ ერთად შეწუხებული. საკრისტიანოს კლეროსისგან წაბილი წბული და ოხრებული. მხოლოდ ქართლზე მიდარჩენიათ ერთი ნუგეში ერთი იმედი. დღეს ჩვენს ხელშია მათი შველა, რომ დაუბრუნოთ წაღმავე ბედი, მიბრძანეს მიბით მოციქულობა, არ გამივიდა მათთან უარი. ტახტს ასველებდა დედოფლისაგან, ჩამონანთხევით სრლემის სახვარი, სამაგიეროდ ქართლს პირდებიან ზემო ქვეყნების დამონებასა. მხოლოდ ამისთვის მე დავეთანხმე იმათ ძურვილს და იმათ ნებასა. ეხლა კი ისე უნდა დაუბრუნდე. ამას მოითხოვს ჩემი ღირსება, თუმცა ვერ დავფარავ, რომ სოფლის ძრახვიდეს ჩემი გული ისე ვივსება და რასაც ერთხმად ჩემგან მოითხოვს, დღეს სამსახურსა ქართველთა ერი, იმას ხომ სხვებიც ასრულებენ, რა საჭიროა იმისთვის ბერი. განაც ცოტა ყავს მეფეს სარდლები, ერთს იმათგანაც მიანდო ჯარი. და მეც თუ ნებასთან ვიახლები, მაგრამ მექნება მე ხელში ჯვარი. და ხატი ყოლა წმინდა დედისა, როგორც მოძღვარსა და არდა სარდალს, სხვებმა იბრძოლონ და გამარჯვებას, მე შევთხოვთ სრემლით მხოლოდ ძალთა ძალს. კეთილი ბრძანა კათოლიკოსმა, რაც ადრევეს თქვი, იმაზრზევე ხარ. მაშ ვით უმცროს საუფროსის ნება, რომ შეასრულო ამაზეც მზახარ. ვით კათალიკოს შენი ბრძანების შენს კარგად იცი ხელთა მაქვს ნება, მაგრამ მე მაინც მსურს შეგაგონო, რომ შემს დარია შენი გონება.
ნუ თუ შენ მართლა რამე გონიათ სარიელ სიტყვით ღვთის დიდება განაღვაწლია ხორციელისგან ამას სოფლის აკრძალვა დიდება და ეს ქვეყანას შვნებით სავსე შემოქმედების გამომხატველი ნუ თუ მიტომ გაქვს მონიჭებული რომ ჩვენინებით ავიღოთ ხელი ვინც აიწუნებს თავმოყვარებით ამ მიუწვდომელ დიდ საქმნილებას და უარს აყოფს კანონიერსა ბუნების ყოველგვარ მოთხოვნილებას ის უარს აყოფს თვით შემოქმედესა საბრალო არის ის და შემცდარი რადგან არ იცის თუ ქვეყნიერად რად მოგავლინა ჩვენ მაცხოვარი მე ვითარ რეგვენი ღირსი არა ვარ ბატონო თქვენგან გაბასებისა მაგრამ რა ვქნა რომ მეც საპასუხო ცოდვილი გურლი ურჩად მევსების და კიდევ კადრებ ლოცვა კარია ცოდვილისათვის სინანულისა და მარტობას სადმე უდაბნოდ გასპეტაკება მადლით სულისა ამას სიმართლეს უარს ვერ აღყოფს ვინც ქრისტიანად ნათელღებულა ამის მაგალითს ქრისტევით გაძლევს რომ 40 დღემანი მარხულან მარა მამგვარი მახსნა საცვალმაგვა და შემაცდენი მაგითი შუქი დაჭრდილება ჭეშმარიტების გადმონაფენი ვიცი თომ ქრისტემ უდაბნო დაჰყო ის 40 დღე ლოცვა მარყრიდა მაგრამ ის იმ დროს იმალოცვითა ქვეყნად საერო საქმეს ზრახვიდა და როდის დარჩა მე უდაბნო ედგან ამ სოფელს ის უარყოფდა თუ და დიოდა ქვეყნად საერთო საქმეს ზრახვიდა და როდის დარჩა მე უდაბნო ედგან ამ სოფელს ის უარყოფდა თუ და დიოდა დაბად და სოფლად ხალხის ჭირდალხის შუას ყოფდა თვითონ არ დაჰყო ფარისევლების საჯვარედინზე ლოცვა საქვეყნო დანაცვლად მოგცა მოკლედ საქმელი საყოველდღეო მამაო ჩვენო ასე არ ბძანა თვინიერ საქმის სიტყვითა ლოცვა უწყინ მკვდარს არსო დამრავლის მტყოლებითა ვერ ვინ გაიღებს 60 კარსო საქმეა მხოლოდ საქმე საჭირო გულიცა წმინდა დაბადებული და ქვეყნიურის კეთილ ზრახვებით სული სიწრფელი გაახლებული ეს არის მხოლოდ ქრისტეს მოძღვრება საქრისტიანო ეს არის ვალი და ვინც ამატებს ამაზებს სხვებსაც დაბნეული აქვს მას გზა და კვალი მეგ ყველა კარი მაგრამ ამ სოფლად შესრულებული ვისაც აქვს ვალი და რომ გააძროს კიდევ რამ მისთვის არ დარჩენილა ღონე და ძალი ნუ თუ არ არჩევს უქმად მყოფობას გადგეს უდაბნოდ მარხვალ მლოცველად და არ გაუხდეს სხვებს ამას სოფლად ურგებ ტვირთად და ხელის შემშლელად განაეს ჩემი უარყოფისა კერპობა არის უმეცრება მეც კარგად მესინის რომ ქვეყნიური შრომით ეძლევა სულს ნეტარება ადრევაც მithქვამს და ეხლაც ვამბობ რომ მე თვითონ გრძნობ ჩემს უძლურებას დღეს შადერებით ბევრი მჯობია სახალხო ვამბობა მახსარებას მაგრამ ხმა ღვთისა და ხმა ერისაონ ხომ კარგად იცი ეს შენს მამაო დღეს ერი გირჩევს ერთხმა წინამძღვრად და უორის თქმა არის სამაო როდესაც ასე დარწმუნებული არის რამეზე ერთპირად ერი მაშინ ის არის გულით და სულით ამაღლებული გმირი ძლიერი დღეს ქართველების შენის სარდლობით ეფიქრებოდნენ მტერზე გამოჯვებასა რა უნდა მიუყვეთ ჩვენც იმათ სურველს და მოხიბულსა მათ სანებასა ჩემი სიტყვები რო იგულისხმო ხალხის დახსაც დაუგდე ყური ნუ თუ გამოხსნა ქრისტიანობის არ იყოს ის ღვთის სამსახური გასავრცელებლებად ქრისტიანობის საკმაო არის დიახაც ჯვარი მაგრამ მისი მტრების მოსარგებლად ხშირად გჭირდება ხმალი და ფარი როგორც გვირგვინსა მისი მკნილების მისთვის გუნიშნე და განგება ქვეყნად რომ მივემსხვერპლოთ თავის შევსწიროთ მისა დიდებას საკურთხად და წონად და ეს წვენია კეთილის საქმე ქრისტიანობის სვეტი ცხოველი და შენს თორნიკი ამით სახელით ისევ ფარხლაც მოჰკიდე ხელი შეიბ მახვილი და გარეგნობით
დროშ შესაწმონად იცვალე ფერი და გამოიხსენ განსაცდელისგან ქრისტეს მოსავი ბერძენთა ერი. სთქვამხდეთ თავარმა და გადასახა, მადლით მინიჭებით მოხუცა ჯვარი და მეორე დღეს თორნიკ სარდალმა კიდეც შეჰყარა საომრად ჯარი. კარი მესამე. თავგასულია სკლიაროს მთავარი პარდაველიო, ბერძნების სისხლით შეხება ურჯულო მთადაველიო. ორად გააპოს სამეფო, აოხრებს ნახევარსაო. სპარსელები და სომხები შემოხვევიან გარსაო. გრიგოლ და ვახტანგთან ახყავს ორი ძმა თარანელიო. მათ მიოციად მომხრებად მოჯანყისათვის ხელიო. მოქის თავადიც აქ არის, აფრანიკ სომხეთ გმირიო. და საღალატოდ შეუკროთ, საუყველას ერთად პირიო. გაულეწიათ ბერძნები, იჩაკვრის ძველი ლომიო, მაგრამ ჩვენ უნდა ვუჩვენოთ აწყას სხვაგვარი ომიო. შორის ქვეყნით ვართ მოსული, რჯულისთვის მეომარიო. ხელში გვიჭირავს ფარხმალი, წინ გვიწვეს ქრისტეს ჯვარიო. ჩვენ ვართ 12,000, თითოს შეგვხვდება 10-იო. მაგრამ რა გვიჭის ადრევაც გვინახავს შებმა მათიო. ბურთი ამოედანი, მობრძანდეს პარდაველიო და მოიგოს მან ჩვენგან იმისის სისხლი ძველიო. სიკვდილი ან გამარჯვება, ვინც თავი დაიშუროსო, დედა შეირთოს მან ცოლად, ლეჩაკი დაიხუროსო. თავი მეორე. მცირე აზიას, ჰალისას, პირად ერთი ხანია ბანაკად მდგარი. ასე იმღერის გუნდად და გუნდად შეუპოვარი ქართველთა ჯარი. მათი გოგონი, მათი კიჟინი, ზეფინება ირგვლივ მთადაბარს და ეს ყველა ეკლად და ისრად გულში ესობა სკლიაროსის ჯარს. კბილეს ილესავს ბრმას მოდებული, არც დღე არც ღამე აღარ აქვს ძილი, მაგრამ რას სიზამს მარჯვე დროს ეძებს, მათ შესაბმელად სკლიაროს ფრთხილი. ქართველი ჯარის სვაგლახად შებმას, გამოცდილება სარდალს აფიქრებს, და ვეღარ ბედავს თვითონ იერიშს, და ხდომა უნდა ამაგრებს საფრებს. უნდა რომ ჯარი მან მიიტყუოს იმ სიმაგრეში და იქ ებრძოლოს. თუ ამ ხერხით ისე სხვაგვარად, ის არ მოელის კეთილსა ბოლოს, და საგენწველად გუნდა და გუნდად წისად ყველად აგზავნის ჯარებს, და განზრახულად თვითონვე აღებს მტრის შესასვლელად ბანაკის კარებს. მაგრამ თორნიკე გამოცდილია, არ მოტყუდება ამგვარი მახით, მათვე ოპირობს გამოტყუებას სხვაგვარი ხერხით და სულ სხვა სახით. იქ ქართველებთან ლაშქრადვე იყო დასავლეთელი ბერძნების ჯარი, და რომ თორნიკეს ემონებოდნენ, მათ მოსდიოდათ ამაზე ჯავრი. ასე ამბობდნენ მათი სარდლები, მართლაც რომ ღმერთი ჩვენ გვიწყრებაო, მთავარსალობა ქართველს უჭირავს, ეს არის ბერძნის დამცირებაო. ეს თორნიკემ ჯერ გაიღიმა, რაღაც სხვა ფიქრმა მას გაუელვა. მერე შეჭმუხნა რისხვით წარბები, აინთოს სახე თადაიღელვა. რას თქვა? მოსულ ვართ შორის ქვეყნიდან, მოსახმარებლად კეთილად, ძმურად და ესენი კი პასუხად გვაძლევენ ბატონითა და მედიდურად.
დიდი ხანია რაც ჩემ ბრძანებას არ აღაროგდებენ ბერძნები ყურსა და რად ხდიან ჩვენც ხედავთ ძმებო ჩვენს ერთგულებას ად სამსახურსა მაშ თუ ასია აღარ გვაქვს ბრალი ულთამხილაო შენ ხედავ ღმერთო რომ უმიზედოდ შემწყრალ ხალხთან აღარ გვაქვს რაც ჩვენ საერთო სთქვა და უბრძანა ჯარს ამხედრება საქართველოსკენ უკან გაბრუნებდა ამით ბერძნები მარტო დაჰყარა და მიაყარა მათ თქვა და გუნდა ეს ამბავი რომ შეიყვეს მტრებმა დაგდეს მყისვე მათი სიმაგრე გამოვიდნენ და ყოვლის მხრითა ბერძნების ჯარი შემოკრეს გარე მოსვლის უმალვე ასტეხეს ბრძოლა რადგან საგულეს ჰქონდათ მათი გული იმით რომ ბრძენები ქართველებისგან დარჩენი იყვნენ მიტოვებული რაღა გზა ჰქონდათ მაშინ ბერძნებმა ფარხმას მოჰკიდეს საომრად ხელი თუმცა გიგრძნობდნენ რომ გამარჯვება იმათთვის იყო მეტად რამძნელი აღარ უნდათ შერცხვენილიყვნენ თავის შესწირეს ხრსდომდნენ გმირულად სანამ ურიცხვმა და უთვალავმა ტერმა არსლია ისინი სრულად დამარცხდნენ თუმცა კი ხელსარიელი არ დარჩენიან არც ისინი მტრებს და დასომხების დაჭრლებს დამკვდრებს მგრამს ყლიაროს ამ გამარჯვებას რადგან სასთulis უკანასკნელად ვინ ხედავს აწმის სურვილის მოწინააღმდეგ ხელის შემხლებლად დღეს სასწაულობს გრძნობ მორეულს უდროდ ათრობს მეტი სიამე დალხინს იძლევა გონდშვიდებით ქოს ხმეტელად ის მთელი დღამე ის კი არ იცის რომ ქვეიქვე სერზეს დგას თონით მისგან დავიწყებული და მზერს მტრის ბანაკს და სარდლებიც იქვე ყავს გარშემოხვეული სხვადასხვა რჩევას აძლევს სარდლებსა მათ შესაფრებს თითოეულებად და სახყვალიოდ ჯარებს ამზადებს მტრის შესაბმელად ჯერ კი ფარულად ახლა ხომ ხედავ თუ რას ნიშნავდა ბერძნებთან შუღლი და მოშორება თუ არ ამ ხერხით ცვებ არ შეგვეძლო სომხის სარდლების ჩვენ მოღორება არ დააგდებდნენ საფრებს და ბრძოლას არ დაგვიწყებდნენ ველზე გაშლილად და თუ პირიქით მივარდებოდით დაგვამარცხებდნენ მაშინ ადვილად მაგრამ მადლობა ყოვლის შემძლებელს ასრულდა ჩემი განზრახულები გონებ რომ ვეღარ გაგვემაგრდნენ ხვალ არ გაშლილ ველზე დაღალულები თუნ შეგვიძლიან თავზე დავესხათ ახლაც ეს ჩვენთვის სულადვილია მაგრამ რადგანაც არ მოელიან ეს ღალთ სახკავს და სირცხვილია გვიჯობს მივადგეთ გამოცხადებით ისე როგორც ვაშკაც წესია და უკუღმართად ნუ მოვმკით იმას რაც ძველებს წაღმა და უთესია ასე ამბობდა მოხუცებული აწყობდა რაზმებს ჯასაფრთხილებდა სარდლებს სხვადასხვა მხრით აგზავნიდა და ჯარსაც თვითონ უნაწილებდა შენგან დავიწყებ ჯერ ჯავშანიძე ომის ველზე ხარ დაბარებული გამოცდილი ხარ და რა თქმა უნდა ზომას დაიჭერს ეგ შენი გული შენებრ ჭახარა 1000 კაცი ამ უარჩიე შეკრიბე ჯარი მათი წაუღე წეღ და საიდუმლოდ მიდი აიღე მტრების საფარი და როდესაც აქ ომი ატყდება თქვენ არ გექნებათ მონაწილეობა უჩინრად უნდა იმალებოდეთ არ ვინ გაბედოს მას ზეცილობა რაც უნდა მოხდეს აქ თქვენ მაინც იქ ჩუმად იყავთ არ ვინ აჩქარდეს რომ სულისგან გადაცებულის ერთი ის არის არ გადმოვარდეს холод როდესაც უგუქცეული ისე მოსწებნის საფარს მტრის ჯარი მოულოდნელად მაშინ იქ დავხვდით და გრგვინვით მეხარ დაეცით ზარი ჩვენი გავგზავნეთ ჩუმად კაცები ჰალისის პირად თუ მოეხარონ რაც ხიდებია სულ ერთად ქვეშიდან ისეთი გავარა დახერხონ რომ ზედ შემდგარი ლაშქრის სიმძიმე მომეტებული ვერ აიტანონ ჩასწყდნენ ჰალისის მდინარე წყალში და მტრისაც ჯარი თან ჩაიტანონ აც ორბელიძევ შენ უნდა გითხრა მოწინავე ხარ რადგან სარდალი და სულ ყოველთვის შენგან ატყდება ომისა ცხელი და ბრძოლისა ალი
4,000 კაცსულ ახალგაზრდებს თავგამტებულებს წინ წაუძეხი, გრიგალ ქარევით ჩამოუქროლე და შენებურად დაეცი მეხი. მემარჯვენე სადლად გამრეკელია, მემარცხენე და ლომკაც სავარსამიძე, თითო 3,000 კაცი ახლავთ არიან ომის სიმტკიცე და ნარჩენი 1000 კაცი აქვე დარჩებამ ჩემთნამ ხლებად, ჯოჯიკი არის მათი უფროსი, გაჭირვების დროს მისაშველებლად, როდესაც ატყდეს პირადად ომი და გაიმართოს ისრით ბრძოლა. გაიფანტნენით თორემ ძნელია შეჯგუფებულად მტრებზე მიწოლა და შემდეგ შეგეხელთ ჩართულ ომში შეერთებულად უნდა იბრძოლოთ, მხოლოდ გუნდ-გუნდად გახყავით ჯარი, რომ ერთმანეთსა გამოვნაცვლოთ ძველი საფრისა და მდინარისაკენ, ნუ დადგებით გზებით დაუგდეთ და სხვაგან კი მათ მოყოველი კუთხით უნდა დაუხვდეთ და გაუმაგრდეთ, მეც არას გეტყვით რას საჭიროა, მომეტებული სიტყვა და რჩევა, აქ შეგეწიოს წმინდა გიორგი და მაღლით ღმერთმა მოგცეთ კურთხევა, ეს თქვენ თორნიკემ და გაისტუმრა სარდლები ჯარისფროს ამზადებლად და თვითონ კი იქ დარჩა სულმარდოდ, მოლოცველად, ღვთისად და მადიებლად. კარი, ერადა თავი მესამე. ვითა ეთერი მზე თუ ნახავი, საყვარლის მელღოლე, ქრთის და კანკალებს სახერს ვარდისფრად იღებავს გრძნობით და იელვარებს სურვილით თვალებს, ისე განთია ცეცხლის ვარსკვლავი ლაჟვარდსაზე და კაშკაზით რთოდა და ფერმი ხდილად ნათელძლიერი, ძისა ამოსლად ეშკით ეშესტრფოდა, თითქოს ქვეყანეზედაც მით მოხიბლული, გამშვალულიყო მისი გრძნობებით, დაუგულობდა ციორ ნანინას, საიდუმლო დაუსნაურზნობით, სუსნელთან ფენი დილის ნიავი, ბალახთ ბიბინი ფოთოლთ შრიალი, ბანსა აძლევდნენ ღვთიურს ნანინას, დათანხმებდა მათ ძალთაძალი, ციური ნიჭის მისაღებელად, ვარდმა გოგობა თავი ახარა, ცრემლად დაეცა გულწედ მანანა, აელფერა და გაახარა, თურმე ბულბულიც ამას უცდიდა, თავისებურად იწყო მანს თვენა, თითქოს უნდოდა ამით მოეტანა, ცოდვილ ქვეყნისთვის კურთხევა ზენა, მაგრამ ამადროს საზვზარელს ხმით, უცბად რაღაცამ დაიგრიალა და მით სიხარბემ ჯოჯოხეთისა გამოაჩინა ბოროტი ძალა. შეიქმნა ბუკის სიყვირის ცემა, ატყდა ჭიჭინი ზურნისა ზარი, აჰა გათენდა და ემზადება სისხლის სათხევლად ორივე ჯარი. თავი მეოთხე. მაღლით ბრძოლის ველს, როგორც ხელის გულს, ისე დახყურებს მთავარ სადალი, წაღმა, უგუღმა, მარჯვნივ თუ მარცხნივ, ყოველი მხრისაკენ სჭრის მისი თვალი, მოწინავე ჯარს ტურფად დარაზმულს, 400,000-ს დახყურებს ჭაბუკს, მხოლოდ იმ წამის მომლო დენესა, როდესაც დაჰკვრენ ნაღარს და ბუქს, ფარხმალით შელხელში გახურებულებს, ძლევსღა უჭერენ თავს ბედურებს, ჭიხვინი ტორების ცემით, ძუა ფარშალით აქცქვეტენ ყურებს, თითქოს იმათაც სული მიუდის, რომ მიიტანონ თან რიაში, და როგორც იმან მხედრების გულში, ისე არც იმათ გულშია შიში, თავში თუ უდგია რაზმს ბორბელიძე, ჯერ ახალგაზრდა გმირის სარდალი და იმან იცის თუ როდის ატყდეს ბრძოლისა ცეცხლი და ომის სალი,
შორს მათგან მარჯვნივ ქვეითი ჯარით მოფენილია მთლად ტყედაბელი საფარში აჩენს შორშორგაფანტვით ტრისა სამიზნოდ მათ გამრეკელი დამარცხნივ სადაც შფოთვით და ღრიალით მიექანება ჰალის მდინარე სავარას მიძის დამდგარი ჯარი ფარხმალ ჯავშან შუბმოელვარე ჯავშანიძე კი მხოლოდ და ერთი აღარ სადაც ჩანს და აქ არ სად არის წინა ღამითვე მას საიდუმლოდ აიღო ჩუმად მტრისა საფარი სკლიაროსიც ამხედრებულა მტრის დასახვედრად ამხდრეს დიდ ჯარს ცხენს მიაჭერებს ხანაკ თუ ხანიკ გაჯარსავით დატრიალებს გას მაჯვნივ აყენებს ბაგრად თარონელს მარცხენა მხარეს მისივე ძმა გრიგოლს და არ გონია თუ შეხვდებიან ისინი თავის თანასწორს და ტოლს და ორბელიძის საპირისპირო თვით აფრანიკე გამოსულია წველაში გლეში მეტი სიფიცხით ალმური ასტის გულმოსულია მრგორ თუ ასე მცირე მხედრობით ასე დავყედად ჯემზე მოდისო სიკვდილისაგან ატროლებული მძებნელი არის სწორედ ლოსიღო წინა ომებში გათამამებულ მარჯვნივ ცხენოსან სპარსელებს ჯარის სიტყვით ამხნევს მოქის თავადი და თუ უქადის მდიდროლს საჩუქრეს იმათაც ნიშნად შეუპოვრობის განთიადისა დაჰკრეს საფარი მაგრამ ქართველთა მით საპასუხოდ გადოშული ეს მაღალი ციცარი ის იყო მარჯვნივ გამრეკელისკენ სამოსიკულოდ გამონატყორცნი მასთანვე მოყვნენ სხვების ისრების გულის გამპოვი და გასაოცი აგეს ფარი მომართის მშვილდი სუს აძლევენ სომხების ისრით და გაიმართა ძლიერი ბრძოლა ყოვლის კუთხით და ორივეს მხარით უანგარიშო დაუთვალავი მოდის ისარი ვიცე ტყვაცისა ჯერსი ჩომია მხოლოდ ხანდახან კონესისა მოისმის დაჭრილი კაცისა ახორდა ბრძოლა გაგრძელდა ომი ხანდაკ და ხანიკ სისხლი იღურება აჰა გამოდის მხიარულად მზეც მომაკუდავთ კონესა არ იყურება თითქოს ეს იყო დანაშაული დრო აქ ორბელიძემ იშიშლა ხმალი ჯარს მიუბრუნდა და მხიარულად მათ გადაავლო ნუგეშის თვალი მიუხვდნენ სარდალს გულის პასუხს ამხედრების სიტყვა აღარ აცალეს იშიშნეს მათაც ბასრი მაყვილი და მზის სხივებზე ააპრიალეს დასძახეს ყველამ ერთხავად აკანა მაგას დეზიკრეს ცხენებს და დააქანეს პირდაპირ ჯიქურ სპარსელისაკენ და იერიშისად მიიტანეს მაგრამ დაუხვდა მათ აფრანიკე ლომი სასისხლოდ გაფთრებული და შეადგება ცხენოსან ჯარი ფარმომართებით მომზიდველ დასცეს კიჟინი და გაიშანენ სახელდახელოდ ტრიალ მინდორზე ზოგან იბრძვიან ერთად ჯგუფ-ჯგუფად და ზოგან ერთი მიდის მის წორზე კიჟინი, კონესა, წყვენა, მუქარა და ჩახჭუხის ხმაგულ საზარი არეულია და ფეხით გააქვთ ცხენებს და ჭრილი ცოცხალმკვდარნი აგენ მხედარმა შავედ მოსილმა გამოახტუნა მერანი მინდვრად შეათამაშა ჰაერი ხმალი და დაიძახან თან მედიდურად სადახარ გამოდი ნუ იმალები თუ რომ გულს გესიჯ ორბელიძეო აფრაკინ მქვია შენის თანები იცოდე ბევრი დამავიწეო გამიგონა მეც შენი ქება განთქმული არის შენი ხმალიო მაგრამ აწუნდა გასინჯო ჩემიც საკისკაძე და კლავის ძალაო ჩვენს ორში უნდა ერთადერთი მოკვდეს გათავდეს მითი ომიო ნუ ხარ გვიანობ გელი გამოდი თუ ამ პირობას შენს დომბიო ხმალსისხლიანი თავზე ჩამხუდი თეთრ ცხენზე იჯდა ერთი მხედარი რომელ გუნდშიაც შევარდებოდა მასთან მეკონდა მეხი და ზარი თითორბელიძე იყო ეს კამერი ახალ გუნდს კაცრდომ შეუძახა მაშინ მოესა აფრანიკის ხმა და სიხარმა აცახცახა მისი სურვილი თურმე ეს იყო რომ აფრანიკეს სადმე შეჰყროდა იმას ეძებდა აქეთ და იქით სხვადასხვა რაზმში მიჰქრიდა მოჰქრდა თავი მოსწია გაქანებულ ცხენს ყალღზე შემდგარი მოტრიალა ასკოპა ჯიქურ გამოაქანა მივარდა ბევრი აღარაცალა დაუპასუხა მგმირს არ შეხშვენის და ჩემება და თავის ქებაო აჰა ბურთი და ჰამოედანი მზადა ვარ განხდეს თქვენი ნებაო მოღუნეს მშვილდი მოსდეს საცერე და ერთმანეთს ტყორცნეს ისარი მაგრამ ორივემ სწორის სიმარტით მას მიაგებეს მათი ფარი
დააცილეს მითი ფინთიხი, გულის გამპობი ხორცის მომწველი, მერე გადგდეს მშვილდები მხარზე და ხმლებს მოავლეს საომრად ხელი, მათი ფარგება და კენწალობა სიჩქარით ელვა გასაკვირვალი, მოჩხუბართ მხოლოდ მურზას უმატებდა და ედობოდათ თანდათან არი, მოსყინდათ ფარი და უკუაგდეს, დადგან ორნივე მარტო შიშველ ხმალს. თავი გადასდევეს სასიკვდილოდ აღარ იზოგვნენ ღონესა და ძალს, მიაგდო ხენი ჯერორბელიძემ ხმალი პირდაპირ შუბლში უსწორა, მაგრამ დეზი ჰკრა მხედარმა შავს ცხენს, განზე გაუხტა და იშორა, ხმალმა ჰაერში გაიშხვილა, წახდა მოქნევა მკლავის ძალადა. და მეორედ ხმლის მომარჯვება მოპირდაპირემ აღარ აცალა, თვითონ მოაგდო ზედაფრანიკმა მისი მერანი, კვირცხალი ფეხკმალი, მაგრამ მოქნეულ ხმარს ორბელიძემ ქვემოდან აჰკარა თავისი ხმალი, დამარილივით გადამოუტრია, შეკრთა აფრანიკა, დაეცა ზარი, და არიცოდა თუ ხრაღა ეკნა, იდგა უძრნავად, ვიცოცხალ მკვდარი, გმირთა წესიალ მობიერება, წყრომა გოლისა ქართველს დაუცხრა. ხმალი ჩააგდო ისევ ქარქაში, ჩამოეცალა და ასე უთხრა: მოგეშინია ხმლიანი უხმოს, რომ შეგეჭიდო არ მეკადრება, ხოლო თანასწორი არაღითა შენი დაჩაგვრა მე მენატრება. და აბა ეხლა ნუღა ვუდგებით ჩვენ ერთმანეთსა ასე შორს, სასიკვდილოდ უნდა შევებათ, ხელი მოკიდოთ ორნივემ ორორს, მაგრამ აფრანიკურს აღარ უგოდებს, მარტად უეცრად ზურგი უჩვენა, დეზი ჰკრა მერას, მიატრიალა, ერთი შეჰკილა და გააჭენა. რანახა ჯარმა მათი სარდალი გაქცეული და შეშინებული, თვალი წაუხდა და ზაფრანაცემს უნებლიეთ გაუტყდა გული, შესწყვიტა ომი და გაექანა გონსვერ მოსული, უცბად დამფრთხალი იქითკენ საიდაც ჩავსა ბედაურს, მიაქანებდა მათი სარდალი. ჰკა მაგას, აბა არ გაუშთვა, შეჰკილა გმირმა მაშინ ქართველებს, დაიგრიალა ცხენოსან ჯარმა და გადმოუდგა სომეხ სპარსელებს, მირბის აფრანიკ თავისი ჯარით, მირბის და უკან არ იხედება, მას ორბელიძე მისდევს ჯარითვე, მისდევს თანდათან ცეცხლი ედება და უახლოვდა უკან ჯარი. უნდა დაეცეს თავზე ვიწვაზი, მაგრამ აქ წინამ გადაუხვია და ხეობაში ამოჰყო თავი. მდევრები მაინც არ ეშვებიან, ქვესკნელშიაც კი ჩაჰყვებიან თან შეჰყვნენ ერთად იმ ხეობაში და მიიმანენ აფარას ჯანან, თურმე იქ ვერ გასკლიაროს სარდალს, სხვა ჯარი ჰყავდა ჩაზაფრებული და ქართველები შეტყუებული დაემწყდნენ, დარჩნენ გარშემორტყმული. დრაღა გზა ჰქონდათ და იქვეიდეს, ამოესაფრნენ თავთავის ცხენებს, იბრძვიან, მაგრამ იციან, რომ მათ მტერი კაი დღეს არ გაუთენებს. მეტლავი მასტერფიკა, ყველაზე მასშტაბური სამოყვარულო მოჩერება. თავი მეხუთე. როგორც ის არის იმ ხეობიდან გამოხდა ცხენი ამ დროს უეცრად, ხტის და ჭიხვინებს ძუა ფაფარშლის, გარბის, გამორბის მარტო გამინდვრად, ხან ყურებს საწყვეტს, ხან მიწას სუნავს, თითქოს დაეძებს მის პატრონ მხედარს და იმის გამო ასე ხვეხვინებს, რომ ვერსად ხედავს ვერ ცოცხალს, ვერც მკვდარს.
ამო პატრონო ცხენის დანახვა თორნიკეს დარჩა მეტად საწყენად, რადგანაც იცნო მან მაშითანვე ის ორბელიზის ბედაურ ცხენად. დაიყვირა და ცუდნიშანს ხედავ. ამას არ უნდა ბევრი ვიციო. საფრთხეში არის და განსაცდელში ცხენოსან ჯარი. სწორედ ვიციო. დაუთხრა ჯოჯიკს ახლა შენიცი შავი დღეების შეხარ გმირიო. ძმაცმისთვისაო ამ დღისთვისაო გაგვიადვილე გასაჭირიო. მოახტა ჯოჯიკ მაშინვე ბედაურს მასთანაც მთელი იმისი ჯარი და დაიქანინ დაღმა მინდვრისკენ გრიალი როგორც გრიგალი ქარი. დასცეს გიჟინა საოცრის ხმით. მიწას გააკრეს ბედაურები და მიეშურნენ მეხეობისაკენ. ტისის ხლიანი დომნი გამაცხრები. შრომით შორით მოესმად ქართველ კიჟინა. იქ იცნეს ჯოჯიკის ხმა და იავად. იმედმა სიმხნე გაუარკეცად და ბრძოლა იწყეს უფრო თამამად. გაახლდა ომის შეკრთა სკლიეროს უგზავნის შიკრებს მაშინ თარონელებს და მოახმარონ ქვეითი ჯარი ჯოჯიკისაგან შეშინებულებს. დააგდეს ორთავ ბრძოლის ადგილი და მოაშორეს ანას დეულად, ალყად შემოკრეს ქართველი ჯარი. ჩაიმწყდიეს რაიწროში სრულად და რეჭობდნენ აც გამარჯვებას. ხერხის და რიცხვის ჰქონდათ იმედი, მაგრამ უკუღმა გადუტრიალდათ მოულოდნენად იმათაც ბედი. კვალში მისდიე გაბრუნებულ ჯარს და თანვე მიჰყვა მათგემ რეკელი. ტყვილა არ ერქვა მას მეტსახელა და მშაბი კლდის მელა და მიწის მგელი. შეატყობინა სავა რამისძეს, სადაც იბრძოდა მტერი. უჩვენა და რაც დღე მაშინ ქართველებს ადგათ მტრეს ჯარს იგივე დღე დააყენა. შემოკრეს ირგვლებ და ორცეთხელ შუა გამომწყდეული დარჩა მტრის ჯარი. გააზრეულს ყოველი კუთხით თავზე ატყდებად მეყი და ზარი. აი სოხები მკვდრები გადუბგბა ბოლომად აქა და იქ სისხლის აღვარი და თავის შველა რუბის მეხურდეს გასაქცევი გზადაღარსად არი. მაშინ გაჰყიდა შორი თორნიკემ და თქვა გაერთქვა ხედავ ბრძოლაო. სწორედ ახლა მათთვის საჭირო გამოსდილ სადლისთან მიყოლაო. მოაყვანინა ბერკვიცი შეჭდა მიაშურება სადაც ომია. სიბერე ხალავს, მაგრამ ჯერ კიდევ გულით ჭაბუკი სიამხნით ლომია. ომი რომ ნახა გულს გადეყარა არ დარჩა ბედის უმადორადა და გაიელვა ზედიზედ მტრებზე მისმა მაჰყვილმა ძველებურადა. შემოურბინა ჯარს ირგვლივ გმირმა სარდლებს გადასცა მისი ბრძანება. გზას ნუ შეუკრთავთ გაჭირვებულებს გაიქცნენ მიეცით ნება და გზა გაუხსნეს დასავლეთისკენ. გადავკვეთეს რა განზახვით კარი. მხოლოდ სამის კუთხიდან მკაცრად მტერს აწვებოდნენ ქართველი ჯარი. იბრუნეს პირი დასავლეთისკენ. ტრებმა გაიქცევა ერთად იკადრეს და მიაშურეს ისევ ძველ საფარს. ძველ სასიმტკიცეს და ძველ სიმაგრეს, მაგრამ როდესაც მიუახლოვდნენ ვაინზე მოიმეტი დაერთოდ. იქ ჯავშანიზე დაუხვდა ჯარით და ეს ნუგეშიც სრულად წაერთოდ. დაყარეს იქვე მათი ფარხმალი ვეღარ გაუძლეს ამდენ სიმწარეს. ერთი დაცახეს მთას უშველეთო და მიაშურეს ჰალის მდინარეს. შეცვიდნენ ხიდზე და ჩაუტყდათ ყიდი. ჩაცვიდნენ წყალში კისრითა. ზოგი დაინახჭა ზოგს ნაპირზე, უწყლოდ ხოცდნენ ხმით და ისრითა. მოისრა ჯარი, გადარჩა მხოლოდ თვითსაკლიეროსი მცირე მხედრობით და გაეშურა ბაღდადისაკენ. სასო მიხდილი უბედურებით. თავი მეექვსე. გათავდა ომი,
მიდეც დაღამდა ბნელმა მოხბინა ის არემარე შესყდა კიჟიგა და მისი ნაცვლად ყნესა მოისმის აქაი მწარე ზოგი წყალს ნადობს სიკვდილის წინით ზოგი შვილას და შემწეობასა ზოგი ბედს ყვედრის და დანჯვით ამბობს რომ სიკვდილის ჯობს იმის ყოფასა ისინი ვინც რომ ერთ წუთის წინით ხეცივით სისხლით ვერ ასწრებოდნენ ახლა იმ ყნესას რომ პურს უგდებდნენ იმათით სოდვით იდაგებოდნენ უნდოდათ შველა მაგრამ სიბნელით რომ ხედავდნენ აქ ვეღარაფერს ერთად არეულ შარეულ შებში ვეღარ არჩევდნენ მოყარეს და მტერს ბრძანა თორნიკე გაურჩევლად ქართველი იყოს გინ სპარსელი გინ ბერძენი გინ სომეხი სულ ერთნაირად მოჰკიდეთ ხელი სიკვდილი ყველას ათანასწორებს თვისიანს უცხოს მტერს და მოყარეს ვიცადოთ ყველა ნუ დავაკლებთ დაჩრდილებს მოვლას და მკვედრებს სამარეს ნორინ გახბედოს დატყვევებულებს რომ მიაყენონ შეურაცხყოფა ვაშკაც რომ ბედის სხვას დაამონებს და სატანჯავად ისიც ეყოფა ასე ისურა იმ სროლვილზე უარს ეთყოდა მხედრობა განა ხოლოდ უცდინენ თვარის ამოსვლას და თვარემა წამოატანა ამოჰკო თავი მაღლამთის წვერი და გადმოჰკედა ნაზად ბროლის ველს კაცის ქვეყნიორს ბნელსა საქმესა მაღლით ციური აფენდა ნათელს გაანათა და გამოაჩინა და სანახავე გულში საზარი თითქოს უნდა დაეჩვენებინა კაიცთვის სპოროდ ნამოქმედარი სულ დაჭრა მკვდრებით მოფენილია ხეობა ხელე ტყედამინდორი ვისით სიცოცხლე დილას ყვაობდა ახლა შეიქმნა ლეში და მძორი აგერ დაჭრილი აგერ ძეს მკვდარი გაკვეთილია საბრძოლო ორად აგერაც ერთგან 1000-ზე მეტი ზედახჩეხიან ერთმანეთს ხორად ამ ერთ ადგილას რას მიუზიდავს ამდენი სული რა ანდამატით ხოლოდ იმითი რომ ორბელიძე აქაძეს მკვდარი ცუდად ღალატით მისი სიკვდილით ცეცხლმოდებული მტერს ქართველები ეჯახებოდნენ ბერს მიიძღვანდნენ საიქიოსკენ და თვითონაცა ძეზე აკვდებოდნენ არ ვინ ელოდა გადარჩენას ერთიაც და 20 ჩხმებოდა და თუ ჯოჯიკი არ მოსწრებოდათ მაინც ვერავინ გადარჩებოდა მაგრამ ჯოჯიკმა იმათი სისხლი ამოიგოდა ჯავრი იბარა და დაამწარა სკლიაროსიც რაც ერთხან ღალატით მან გაიხარა გადაჰკრა ლახტი აფრანგის თავზედ დასცა სიმწარედ გარეტებული შესდგა ფეხებით უგმირა შობი და სასიკვდილოდ გაუპო გული როგორც დაჭრილი ვებხვი ბაგრატიც ისე მიჰვარდა მას ბარდაველი მაგრამ ჯოჯიკმა მოასწრო თვალი და დაუჭირა მას ყელში ხელი ამ დროს გულდაგულ წამოეპარა მას უკნიდან ვიღაცას სპარსელი მაგრამ ხელიდან გავარდა ხმალი რომ დაინახა იქ გამკრეკელი ამისმა მოსლომ სრულად მიხადა სკლიაროსის ჯარს ჯანი და ღონე რადგანაც თან მოყვა 3000 იმას მეუმარე სულთან მოწმოწე მაშინ ჯოჯიკმა და გამრიკელმა გასამაგრებლად მისცეს მხარი მხარს მაგრამ ამითი კი ორბელიძეს ვეღარ უშველის მიტყუებით მკვდარს და ახლა მოამოდნენ მკვდრებში სულ ყველაზე ზის ის კი გდია მკვდარი ზურგში არჭვია მას მტრის მახვილი და გულზე ადევს მისივე ფარი ცოტა შორს განზე შავი გლდის წირში უწვერო ალაშო ეს ვიღა არი თავს დახუხვინებს ტორს ცემს მერანი რომ გააღვიძოს მისი მხედარი მაგრამ ამ ნეტარს საუკუნო ძილს აწვერ დაუფრთხობს ქვეყნად ვერღარა დედის სრემლების მასსა პასუხოდ აქ ბრძოლის ველზე სისხლი დაყვარა და შეასრულა მათ მითქირსეულად მამურის შვილის უგდავი ვალი
თავისი სამშობლო ქვეყნის ხსოვნაში სამარადისოდ დახუჭა თვალი. ეგებს ხარამე გულ დასაწვავი სიკვდილის წინეთ აგონდებოდა და სასიკვდილო შხამი გულის წყულს უფრო სახტმილად ეკიდებოდა. ვინ იცის, რა და რა საიდუმლო მან საიქიოსთან წაიტანა. შორს სადმე ქართლში დედამ გამოსდოს, ან გულის სათრომ ეს გამოცანა. აგერ ისრისგან თლად დაცხრილული, გდია მოხუცი პირნათლად მკვდარი. თითქოს წინავსო და ეზმანება მაშორეული ტკბილის სიზმარი. აჰა, დაჭრილი მიფორთხებულა ბევრის წვალებით დიდხისა ძირში. სურს დაიყვიროს, მაგრამ საძრავი ენა აღარ აქვს მომკვდარს პირში. აგერ სინდაღაც უცნაურის ცხმით გამოიძახის კონესით დაჭრილი. თავზე აწევენ საბრალოს მკვდრები და ემატება მითი ტკივილი. ამდენ დაჭრილის კვნესით და ოხრით აღარსად არის აკურთა სმენა. სომხურ, ქართულ, ბერძნულ, სპარსული არეულია სხვადასხვა ენა. გამწარებული გამოთქმის კილო და დედა აზრი ერთი აქვს ყველას. სყევლიან თავის ბედს და განაჩენს და გასაჭირში ითხოვენ შველას. მაგრამ ბევრს მათგანს ვეღარ უშველის, სიკვდილის მეტი ვეღარაფერი. თუმც კი მოყრულად ეშველებიან და ღარავის აღარ ჰყავს მტერი. ასე გათავდა ეს დიდი ბრძოლა. აჯანყებულთა ამოწყდა ჯარი, მაგრამ მათ რიცხვში 5,000 გამოერია ქართველიც მკვდარი. კარი მეოთხე, თავი პირველი. გამობრძანდა ქალაქს გარეთ მეფე დავით ბედნიერი, თანვე ახლავს ყოველის მხრით წამოსული ქართლის ერი. რიცხვი არ აქვს დარაზმულსა, ქვეიცა და ცხენოსან ჯარს, შეხარიან ბატონ მეფეს მორჩილებით ულიან გარს. გარშემო მთადაბარი წვრილფეხობით მოფენილა, თითქოს რაღაც დიდი წყლობის ეკადოგეს ეს მათ დილა. ცალკე სერზე უთვალავი გადმომდგარა დედა წული. სხვებზე მეტად დასყდობიათ საზოგადო სიხარული. წინ დგას მეფე და გვერდში ჰყავს ბაგრატ მისი შვილობილი. კათალიკოს მღვდელმთავრები იქვეს დგანან კმაყოფილი. სათვალმაგცოდ არ აბრწყინავს ერისა და ღვთის რჩეული. თან არ აქვს მას გირგვინი და სამეფო სამგაული. მაგრამ ისეც ვინ არ იცნობს, რომ ის დიდი ცხებულია, ვინც ერისგან გულის წმინდით ნაკურთხი და ქებულია. ყველა იცნობს მამაშვილურ, არც რიდი აქვს და არც შიში. მიდიან დარჩევას კითხვენ, როგორც ხინში, ისე ჭირში. აი ახლაც უთვალავი, ეს არის სულ მას შეხურებს და მოელის გულის ცგერით ნახოს მეფე რას აპირებს. გაიხედეს შორს მინდვრისკენ და რაღაცას მოჰკრეს თვალი. ძირს შავად და მაღლა ღრუბლად მათკენ იყო მომავალი. ეს იყო რომ ბრუნდებოდა საბერძნეთით ქართლის ჯარი და ცხენების ფეხთა მტვერსა აღმაჰკრიდა ღრუბლად ქარი. თავის ქვეყნის კიდევ ნახვამ ხედლებს გოლია უძგერა და საგმირო რჩოულებრივ შემოსახეს მათ სიმღერა. კავკასიის ქედზე იყო ამირანი მიჯაჭული, ყვავყორანი ეხვეოდა და ფლეთილი ჰქონდა გული. ქვეყნად ცეცხლის მოტანისთვის გულს ცეცხლი აჰრნელდებოდა და რაღაცა მანქანებით გული ისევ მთელდებოდა. ჰქონდა ჭირში მოთბინება, არ ტკვნესოდა, არც ოხრიდა. უსამართლო ძლიერებას მონურადე ქედს არ უხრიდა. ბოლოს მაინც გამარჯვება დარჩა, ყველა გააოცა. და ის სხვა წლი მაგალითად მიწის შვილთა მან გადმოსცა. კავკასიის მაღალ ქედზე მიჯაჭული ამირანი არის მთელი საქართველო და მტრები კი ყვავყორანი.
მოვადრო და თავს აიშვებს იმ ჯაჭვს გაწყვეტს გმირთ და გმირი სიხარულ და შეცვლება იმდენი ხნის გასაჭირი მოახლოვდნენ ამ სიმღერით დადგნენ ცოტა მოშორებით დაქვეთნენ წინ წამოდგნენ და დარაზმდნენ აჩქარებით თაყვანისცეს ერთად მეფეს ცალი მუხლი მოიყარეს სიმდაბლის და მორჩილების ნიშნად თავი მოიხარეს წადგა მეფე და შესძახა გამარჯვება მძლეվել ჯარსო ვაშა ვაშა იმადღვაწლს და საუკუნო სახსო ვარსო გამარჯვება ქართველ დედებს ჩვენ გამზრელსა და მშობლებსო მათი ძუძუ გვავაშკაცებს და ზრდა სულით გვამაღლებსო ამ სიტყვებმა აიტაცა აგელვება მთელი ჯარი შესძახეს და მათი გვირგვინით ირყეოდა მთა და ბარი გაუმარჯოს ქართველ დედებს ვაშა ვაშა მძლეվել ჯარსო დღეგრძელობა ბატონ მეფეს ქვეყნის თვალსა და ჯავარსო თავი მეორე მაშინ წარსდგა ბატონის წინ დიდი თორნიკერის თავი წინ დაუდო ფეხთით დროშა და მიართვა რაცხა ტყავი მოახსენა მაჰა მეფეო მაგრამ ატან დედოფლისო მაგიერი სასყიდელი ჩვენი სისხლის დაუფლისო ბასილი და კონსტანტინეც ამოწმებენ ამ წერილსო და უთმობენ ზემო ქვეყნებს თქვენ შვილსა და შვილიშვილსო მეც მიბოძეს მათ საკუთრად საჩუქარი დიდძალიო საკაური ოქრო ვერცხლი მარგალიტი და თვალიო მაგრამ მეფეო მერად მინდა ეს სიმდიდრე საწყალბერსო თქვენ დიდებულ ბატონობას შემოვწირავ ყოვლივერსო ნახევარი თქვენი იყოს ნახევარიც ქვრივოხრებსო ამდენი ჯერ კიდებული ორივესთვის იმკმარებსო მეფე მოუთხრა მგადლობ ვიცი ქვრივობლები რომ გიყვარსო მათ კონდეს და მე კი ჩემთვის არ ვიღებ არც ნახევარსო შენია და შენვე კონდეს მოიხმარე როგორც გსურსო რაღაც თქვენი ეჭირვება შენ ზღვალწლსა და სამსახურსო მაგრამ თორნიკ უპასუხებს ნუ მამგუნებ მეფე მწვენსო მე ვერ მივიღებ მე სიმდიდრეს ვრევქმ საქმეს ღვთის საწყენსო ჯვარია და სახარეყა მხოლოდ ბერის სიმდიდრეო ეს სიმდიდრე ქვეყნის არის და თქვენც მისი მემკვიდრეო ვერ შეთანხმდნენ თუმცა სარდალი ცემლით სთხოვდა მოყრილი და ლაშქარით სარდლის თანხმად მის წინით გათავდახრილი თავი მისამე ხორუბლებზე მაღლა ორბის საბუდარს არჩევ ჯიხვების მაღალ სამთავროს წმინდა მამებსა გამოუქვაბავსთ კლდეში სახლები ოდესამე ერთ დროს აღარაშ ჩანან დღესის მამები აწაიზმას ვერ გვესახურებენ და მაღლობიდან იმ სადგურებიც ჩვენ შავბედს შავად გადმოხურებენ ვერა ოთხფეხი ვერა ფრინველი ვერ შედის თუმც კი ღია აკარი ვერც უწმინდური რამე ქვემძრომი იქ ბუდობს მხოლოდ წმინდა ფუტკარი და ისიც მისთვის რომ ზეცის მოშა ხატებს უმზადებს აქ მიწა წმინდა სანთლებს თორემ სხვა გინდა კაცით შევიდეს რაღაცა შეში ააკანკალებს ამგვარად ფიქრობს დაბალი ხალხი ცრუმორწმუნობით არის შემცდარი მაგრამ ამ გულწრფელ მათ შემცდომაში მაინც სიწმინე და მადლი არის თორნიკეს დროსაც ამგვარ ღვიმეში ცხოვრობდა ერთი მოხუცი ბერი ძაძით მოსილსა და ფეხშიშველსა წელზე ეყარათ მები და წვერი ხშირად სოფელში ჩამოდიოდა არასვენებდა კაცმოყარეობა მონჯად მივიდოდა ხმას არავის ცემდა აღთქმული ჰქონდა მას მდუმარება მაგრამ შრომასა და შემწეობას გაჭირებულებს არამადლი და უყვარდა გლეხი, ქვრივი, ობოლი, მამაშვილურად ყველა ზუვლი და
თოხნაში, მკაში, სხლაში და ხვნაში ის მუშა იყო ყველაში სრულში. მისის მარჯანის მადლს ვიცულობდა ყოველი გლეხი გაჭირვებული, როცა სახადი გადამდებირა სადმე სოფელში მოედებოდა, იმათ მომლელად და საბადრონო წმინდა მოხუცი გაჩნდებოდა და სასყიდელი იმის იყო ხმელი პური და ზეწმინდა წყალი. არვის უნახავს ის მოწყენილი, არც მხიარული და არც გამწყრალი, ერთ გონებაზე იდგა და იდგა, ყველას უყვარდა, ყველა იცნობდა, მაგრამ ის მაინც არ ვინ იცოდა, თუ რას ფიქრობდა, ან რას გრძნობდა, იცოდნენ მხოლოდ რომ ბერი იყო. ცხოვრობდა კლდეში სოფლიდან ახლოს და დიდი ხნიდან მათი მამები ძმას ეძახოდნენ გაბრიელ სალოს, რომელსაც მეფემ არ შეიწყნარა თორნიკეს წვენი. თხოვნა, ვედრება დაკაგვირებულ ამოდენ ჯარში სიჩუმე იყო და მდუმარება. ეს გაბრიელი წარსდგა იმათ წინ, ამოიდგარა პირველად ენა და გაარკვირვა ყოველი სული, როდესაც ბატონს ეს მოახსენა. მეფეოს სიმდიდრე და ეს საუნჯე არ შენ გეკუთვნის, არ თორნიკეს. ეს ნახევარი სხვებისა არის სისხლის სანათლოდ იმათ მოიმკეს, რისთვის ივიწყებთ იმათ, რომელთაც მამულის სახელის თავის შეწირეს, გაგაითხარეს სამარე ისე, რომ შორს-მშობლემაც ვერ დაიტირეს. რათა რიგონებთ იმ წმინდა ადგილს, სადაც თორნიკე იმყოფებოდა, თუ არა იმის სასწაულს და მადლს ქრისტიანობა იღუპებოდა. დაწმინდის იყოს ეს თქვენი ძღვენი, აქ აშენეთ მით მონასტრები, რომ საყოველდღე წირვა ლოცვის დროს იხსენებოდეს ქართველი მკვდრები, აუგეთ ერთიც ახალი ლავრა, ყოვლად წმინდისა დედის სახელსა, რომ მის წილხვედრი მცირე ივერი სწირავდეს მის ფარვალს და მხსნელსა. მეცნიერების და მწიგნობრების აქ აენთება ერთ დროს ლამპარი და შვილის შვილთა სხივებს მიაფენს მათი მამა და წინაპარი. სთქვა და ისავე დადუმდა ბერი, გაოცებული უმზერდნენ მაშინ. დასთანხმდა მეფე და ერთმაც მასთან ერთმაც შესძახა ხმამაღლა მამინ. აღარ ვინ იყო საქართველოში იმ დღიდან იმა ბერის მნახველი, მხოლოდ ერთხელ კი როცა ქვეყანას ჩამოსწყოლოდა უკანი ბნელი, ორი მოხუცი ენახათ გზაზე, ხელყავარჯნებით ჩორს მიმავალი. ათონისაკენ მიემართათ მათ პირდაპირ გზადა და სწორი კვალი. ისე ვიდოდნენ, ვით ბნელ ღამეში თითქო უწყოდათ რაღაც ნათელი. ერთი მათგანი იყო თორნიკე, ხოლო მეორე ის გაბრიელი. თავი მეოთხე. ერთხელ ათონში ასტეხეს რეკა და უჩვეულო იწყეს და ღადადი. ასი ამბობდნენ, რომ სასწაულის სუყველამ ერთად ნახეთო ცხადი. მოსცურა ახლოს ღვთისმშობლის ხატმა და დაიყენა თავს ნათელიო, გამოსვენება გვინდოდა, მაგრამ არ მოიკიდა ჩვენი ხელიო. ყველა ვერ ხედავს ღამით ნათელი და დღისით რაღაც ნისლი ხპურავსო. ჩვენ როცა ნავით უახლოვდებით, ის არ გვიკარებს, შორს მისცურავსო. მისი სიწმინდის შეხების ღირსი აღარ აღმოჩნდა არც ერთიო. ჩანს ჩვენი ცოდვა დიდი ყოფილა და გვირის ხდება მაღლით ღმერთიო. ასე სტირიან წმინდა მამები მარხვას და ლოცვას იორკეცებენ, აღთქმებსაც სდებენ საკანონო და ღირს მათსავე გუნდში ეძებენ, მაგრამ არ იქნა სინანდის ძელში, არ ნახა ერთმა ბერმა ჩვენება. გამოეცხადა მათ დედა ღვთისა და განოცხადა მაღალი ნება. მამაოდ შფოთავთ წმინდა მამებო, არაფერი გავთ ღმერთთან ბრალიო, არ ჩვენთან ხართ თქვენ დამნაშავე, არა ვარ თქვენზე მე გამწყრალიო, მაგრამ მე თქვენთვის აქ არ მოსულ ვარ. სხვა არის ჩემი წმინდა ნებაო და თქვენგან არავის არ შეუძლია ჩემი აქედან წასვენებაო. ჩემსა დიდებლად რომ აუგიათ იევერილთა აკტაძარიო
და ყველასთვის შიგ შესასვლელად მით გაუღიათ მისი კარიო. იქ ცხოვრობს ერთი მოხუცი ბერი, ივერელია გაბრიელიო და ნათლით მოსილს იმ ჩემძლიერ ხატს იმას შეახოს მხოლოდ ხელიო. რომ მიიტანოს და დაასვენოს შესწავალ კარტთან საკვირველიო და იმ დღიდანვე სწავლმოქმედს დაერქვას კარის ღვთისმშობელიო. განხიარულდნენ წმინდა მამები, იწყეს შესხმითი წმინდა გალობა, უვლიდნენ ტაძრებს კელაპრეტითა, გახშერდა საღვთო ლიტანიობა, წინ მიუძღოდა იმათ თორნიკე და იოანე მცირე კრებითა, დაივსებოდა იმათი გული, მომეტებულის ნეტარებითა, მიიღეს ხატი და დაასვენეს დანიშნულ სალკის სიხარულითა, დაივსებოდა წმინდა ტაძარი იმავე დღიდან სასწაულითა. მაგრამ ყველაზე შესანიშნავი იხილეს მაშინ ერთი ჩვენება, რომელსაც მსგავსი ჯერ არ ენახათ და არც ყოფილა სადმე ხსენება. გამოიხადა ცაზე გვირგვინი, ვარსკვლავებისაგან გამოჭედილი, დაადგა თავზე ივერთ მონასტერს და გაანათა წმინდა ადგილი. და ნათლის სხივებს აელვარებდა, დიდხანს სინამდვილეს არ დადგა დილა, შემდეგაც თურმე არ ერთ გზისა, იმავე ადგილს გამოჭედილა. დღეს ის ნიშანი კი აღარას ჩანს, დიდი ხანია რაც რომ გამქრალა, უეჭველია ჩვენს გოგლობას, გახრისხებია ჩვენზე გამწყრალა. მაგრამ სულნაცსა საქართველოსას ღვთისმშობლობა დღეს ერთი სიზმარი ენახა, ქვეყნად ჩამოსულიყვნენ ნინო, ქეთევან და თვით თამარი. თამარს თავს ედგა ძლევის გვირგვინი და ქეთევანსა და წმინდა მოწმობის ნინოს ხელთეპყრა ჯვარი ვაზისა. ნიშანი დიდი ქრისტიანობის, ზეცად ეპყრათ სამთავეს თვალნი. საქართველოსგან აშვერდნენ ხელსა და შეერთებით ხმაშეწყობილად გალობდნენ კბილსა საგალობელსა. დედაო ღვთისავ, შენი ხვედრია ეს საქართველო დიდჭერნახული, შეუნდევ ცოდვა, ვაუღებ ხელს დალმობიერთა ებრუნე გული. მოერც კუთხევა, ზეცით, მაღალო და გადმოსხე ძლიერად ჯვარი, რომ აღადგინო ქართველთა ერი, დღეს დაცემული და ცოცხალ მკვდარი. მის ხამხსნეობას, მის ხაზნეობას განუმტკიცებდე აღმაფრენასა და შენ საქებრად სადიდებელად, ნუ დავიწყებ ამ ტკბილ ენასა, რომელთაც თამარ ბრძანებას ცემდე, ქეთევან მარად შენ გადიდებდა და ნინო ძისა შენი სამცნებას, შენგან რჩეულ ზერს უკადაგებდა, რომ გაათავეს თურმე ეს ლოცვა, ზეცას შეხედეს სამთავე მნელა და დაინახეს რომ ძველ ადგილზე გამოისახათ მათ სისარტყელა.